Mergit xalit qo'llatni წამოხვა მეთქე. Ხედავ, ასიამ გაიგონას ჩაიდინე და მაშინვე მოვიდა. ახლა სეირს გაჩვენებს. ამის იმედი ნუ გაქვს, ბატონო ბახათინ. მარიამანს არც ქმარს დავუთმობდა, არც მაღაზიას, რომელიც პენსიის დანაზოგიდან იყიდე. ავადმყოფია გეფიცები. გაგიჟდა. შვილო, არ გსხენია? რა? ამ მდგომარეობაში მაღაზიაში რატომ მოხვედი? მე და მამა შენი მივხედავდით. გავიგე როგორც მიხედეთ. გსხენოდეს დედა. მარიამანს გული ატკინე. მაშინ ვენა მოგიტანა. შვილო, ერთხელ მაინც მომისმინე. მამა დედა სახლში წაიყვანე. რადგან ის ჩემი სამუშაოა. ასეთი სულელური გამოხდომები აქ არ მჭირდება. თან ხალხი მაღაზიაში ქსოვას სწავლობს. ქსოვის მოყვარულთა კლუბის მსგავსად. მუდმივი კლიენტები გვყავს. მარიამანის გარეშე თავს ვერ გავართმევთ. თან დავურეკე და ძლივს დავითანხმე. მალე მოვა. მე კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს. მოვედი და მაღაზია გავაღე. თქვენ კი წადით. არსად დაგეკარგოთ ეს თქვენი მარიამანი. არ დაგეკარგოთ. კარგი, კარგი. Seher. რა? თოგინდა ცოტა გავისეირნოთ. შეხო გიყვარს Seher არა? გავიაროთ. Seher. დაო მარიამა, მოვედი და მაღაზია გავაღე. გოგოებთან ერთად გელოდები. როგორ თუ ვინ არიან? ქსოვის წრიდან. დაო, კარგი რა. კლიენტების თანდასწრებით ვერ გეკამათები. უხერხულია. გელოდები. მომისმინე, ჯიმში თქვენ წამოგიყვანოს. უფრო მალე მოხვალ, კარგი? კარგი, მორჩა დროებით. ახლა ჯიმშიც დაურეკოთ, შვილო. შვილო, ჯიმშიც მოგენატრა? მოდი ჯიმშიც დაურეკოთ. ისიც მოვიდეს. ჯიმშით. კარგად ვარ, კარგად. ნუ ნერვიულობ. შენ როგორ ხარ? რას აკეთებ? შესანიშნავია. თუ ასეა მოდი და დამეხმარე. კარგი? შეგიძლია გზად მარიამას გავუარო. დედა ჩემს ეჩხობა და ნაწყენია. ცუდ ხასიათზეა. უკვე ვილაპარაკე. ახლა გთხოვ რომ მოიყვანა. კარგი. კარგი, მეჰმედიც აქ არის. და გელოდება. ნახვამდის. შეხვედრამდე. კრიზისი გადავიტანეთ, შვილო. დაო, დაბრუნდი. მითხრეს რომ ავადიყავი. გამოჯანმრთელებას გისურვებ. გმადლობ, კარგად ვარ. მომისმინე რაღაც მინდა გითხრა. გოგოები შეკრება და დღეს ქსოვის დღე მოვაწყოთ. მარიამანიც მოვა და გაკვეთილ ჩაგვიდარებს. კარგი, რა თქმა უნდა. გოგოებს მოვიყვან. კარგი, დროებით. ხედავ შვილო. საქმე ასე კეთდება. ზოგჯერ შენც უნდა იჩქარო. მგონი ეს არის სიმშვიდე. მე და შენ მარტო ვართ. ჩვენს მაღაზიაში. ნეტავ მამიკოც აქ იყოს. ნეტავ ილიასიც აქ იყოს, არა? Kireç yüzüm güneştir benim. Odam kireçtir benim. Yüzüm güneştir benim. Soyun da gir koynuma. Tenimin açtır benim. Soyun da gir koynuma. Tenimin açtır benim. Abi. Zmao. Günaydın. Φιλამშვიდობისა.
Abi ne oldu? რა ხდება? Her gün şarj გოგო რომელიც ყოველდღე გვიღიმოდა და ღვეძელები მოხდა ახლა ზედა გვიყურებს. Oğlum kızım. მისი ძმა ციხეშია, ღვეძელებზე ფიქრის დროს არ აქვს. Yürü bak işine. წამოდი ვიმუშაოთ. თაჰირმა გაიარა. ნედა აკრას დადის. თავხედი. მე ხომ ვუთხარი რომ თვალით არ დამენახოს. დედა სამსახურში ამ გზით დადის, რა ქნას იფრინოს? ნულაპარაკობ სიბელ. ილიას რომ გაამართლებენ ციხიდან გამოვა, ნახოთ თაჰირი თავს როგორ დაიწვრენს. ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. ეს გააკლდა. ნუ ხელავ შვილო. ილიასი მაინც გაიგებს სინამდვილეში რა მოხდა. ნახავ, თაჰირს რა დღეში ჩაარდებს. ისიც არ ვიცი შენ რას გიზამს. დედა მომისმინე? გთხოვ. ჩემს ძმას არაფერი უთხრა. თაჰირი ძმად მიაჩნია. ნუ აჩხუბებ. კარგი, თუ საჭირო გახდება, გამარჯვებასაც არ ვეტყვი. მაგრამ ეს არ გააკეთო. დედა. მარიამა, რომელი ნიმუში მოგვიტანე? ასიემ გითხრა რომ ახალი მოდელები გაქვს. ცოტა მომასუნთქეთ. დიდი ხანია გელოდებიან დაო. ძალიან კარგი. დავიწყოთ გოგოებო. მთელი გზა დედა შენზე ლაპარაკობდა. დედა ჩემზე ვერ ილაპარაკებ. ეს უნდა ნახო. ანანასი იცით? ანანასი და პალმა. არც ეს იცით. დაგცინი? ვერ ხვდებით დაო მარიამან, ჩვენ ხომ ბოტანიკოსები არ ვართ? კარგი, წამოდით, ყველაფერს გასწავლით. მის გარეშე მაღაზია ვერ იმუშავებს. მარიამას კი არ ჯერა. მე მან დაიძინა, არა? ხო, დაიძინა. თუ ასე ხელს არ შეგეშლეთ. მე და მე მოგავისეირნებთ. შესანიშნავი აზრია. რამდენი ხანია სახლიდან არ გასულა? კარგი, ჩვენს გმირს წავიყვან და პარკში წავალ. კარგი, დროებით. ერთი მხრივ ომერი და მეორე მხრივ მე. ჰელინს რას არ ვეუბნებით? აინახავ, დიდხანს ვერ გაუძლებს. სასამართლოში შენ საწინააღმდეგო ჩვენებას არ მისცემს. როგორც მივხვდი, შენთან შერიგების იმედი აქვს. ჩვენ სამ სუსტ წერტილს ვიყენებთ. ნახოთ რა გამოვა. ასე როგორ არის? ნახე. დღემდე გჯერე რომ გული მისდის? რა გულუბრყვილო ხარ ილიას. სულაც არ არის ავად. მგონი ამას იმიტომ აკეთებს, რომ შენი ყურადღება მიიქციოს. თუ შესაძლებელია, სასამართლოდან შევხვდებით. უკვე წელიწადია საწყობს თავი ვერ დავაღწიე. რა თქმა უნდა, თუ ყველას ეტყვი რომ ავათხარ. ღმერთი დაგსჯის. მადლობა თქვი რომ კიბო არ დაგემართა. ღმერთო დაგვიფარე. ასე ნუხუმრობ. იოლად გადარჩი. თავი ორჯერ დაარტყე. როგორ ხარ? კარგად. კარგად. ანუ ყველაფერი გახსოვს? ხო, მახსოვს. გონი. ავარიის გარდა ყველაფერი მახსოვს. ავარია არა. ჰელენ, ფსიქოლოგის დახმარება გჭირდება. მხოლოდ ამ პირობით გაბადიებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მეც გეჩხუბები.